შავი ვარდი. დედა, წამოდი, მისაღებ ოთახში შეგიყვან. წამოდი. დედა, ცოტა ხნით დაისვენე. მე შინია ცუდად არ გახდე. აქედან გაეთრია, რაღაც ელოდები. თავმოყარეობა და ნამოსი რომ გაგაჩნდეს, აქედან დაღამებამდე წახვიდოდი. ნარინ დამშვიდდი. შენ ნუერევი. ეს ქალი პასუხს აგებს იმაზე, რაც ჩაიდინა. ნარინ იმას ლაპარაკობ, რაც არიცი, გაჩერდი. ებრუ რა არ ვიცით, ის რომ დამნაშავეა, ის რომ უსინდისო და გარეწარია, თანაც თავი უდანაშაულოდ მოაქვს. ყველანი თქვენს ოთახში. სიბელ, ზემოთ ამოდი. ეს რატომ გააკეთე? რატომ? ბარან. ჩემო ლომო, ჩემო ვაჟკაცო. აბა ვნახოთ. წამოდი. როგორია მოგეწონა? მედი ისროლე. მედი ტყვიები დაცალე. მედი. საიდან უნდა მცოდნოდა? საიდან? მე შენ მიყვარდი ბარან, შვილად გთვლიდი. იმისათვის რომ შენი თავი მამა შენს არ წაერთმია. ამისათვის მკვლელად ვიქეცი, ძმის მკვლელი გავხდი. ძმის მკვლელი გავხდი ბარან. სად არის ამდენ ხანს? ალო? როგორც ხედავ, პირველივე გაკვეთილიდან გაიქეცი. მაპატიე მასწავლებელო, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, უნდა წავიდე. გასაგებია, არა უშავს. კარგი, ახლა მომავალში დაგირეკავ. კარგი, ნახვამდის. ნახვამდის. რა მოხდა? სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. მერე დაგირეკავო. კარგი, სხვა დროს გავიცნობ. სახლში წავიდეთ. წამოდი როზგარ. ბატონო პროკურორო, მურატ შანვერდი, რომელიც ტბაში დაიხრჩოდა, რომლის ცხედარსაც ვერ მივაგულიეთ, გახსოვთ? დიახ, მახსოვს. ამ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სიახლეა. რა?
მურატ ჩანვერდის საფულები პოვეთ ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს კი გვაფიქრებინებს იმას, რომ ის წყლიდან გამოვიდა. სხედარი ვინმე მიპოვა? არა, შეუძლებელია ვინმე სხედარი ეპოვა და ეს საფულე ხელში ჩავარდნოდა. ესე იგი, საფულეში ფული ისევდებს. ვინმე სხედარი რომ ეპოვა და შესაბამისად ეს საფულეც ფულს აუცილებლად ამოიღებდა. გასაგებია. ძებნა თქვენი ნებართვით დავასრულეთ თქვენს ხელახალ მითითებებს ველოდებით. მითითებების მოცემამდე თქვენს დოსიეს ხელახლა შევისწავლით და გიკავშირდებით. კარგი, ნახვამდის, ბატონო პროკურორო. გმადლობთ. ალო? სერდარ, თუ აუცილებელი არ არის, ახლა ძალიან დაღლილი ვარ. ოღონდ სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. ანადაში მივდივარ, შეიძლება საღამოს ვერ დავბრუნდე. რა საქმეებს ხლართავ? არაფერს არ ვხლართავ. რაღაც საქმეზე ვმუშაობ, ამის გამო მივდივარ. კარგი, უნდა გავთიშო, მეჩქარება, ნახვამდის. რა მოხდა? როგორ მოხდა? ხომ გითხარი, რომ უღირს საქციელს გამოუვალი სიტუაციით ვერ გაამართლებ? ახლა მითხარი, როგორ მოვიქცე? მიპასუხე, როგორ მოვიქცე? იცოდე, ქუჩაში მხოლოდ იმიტომ არ გაგაგდე, რომ ორსულად ხარ. შვილიშვილის სიყვარული კი არ მაგიჟებს. უდანაშაულო ბავშვმა რა დააშავა? მის ცოდვას ვეღარ დავიდებ. ესედაც უამრავი ცოდვა მაწევს ზურგზე. ამ ტვირთისთვის ადგილი აღარ დამრჩენია. ახლა მიპასუხე, შენს დასთვალებში როგორ უნდა ჩახედო? ამაზე მიპასუხე. ვიცი. ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს. მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში ვიყავი. ნეტავ მომკვდარიყავი. მე სიკვდილის არ მეშინია, დედა. აი შეს მარტო დარჩენის მეშინია. მის გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი. მაგრამ საშინლად მეშინია, რომ დედა, ბარანს ჩემთვის თითი არ დაუკარებია. კენდალ აღამ მომიყვანა, გეფიცები. კენდალმა ეს როგორ ჩაიდინა? ან ბარანმა როგორ არ მითხრა? ასეთი მნიშვნელოვანი რამ ხდება, მე კი არაფერი ვიცი. რა უბედურებაა? ხედავ არა? გახსოვს რომ მეუბნებოდი? შენთან საქმე არ მაქვსო. ახლა მაინც მიხვდი არა? ბარანიც კი ჩაიგდეს ხელში. თუ თვითონ არ გამოდგებოდა, მე თავის დასჯეს თავაზებდა. თქვენ კიდევ არაფერს მიჯერებთ. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, თუ ეს ქალი აქედან არ წავა, შეეგუე რომ აი შეშენი რძალი გახდება. კენდალ აღა უკვე თითქმის თანახმაა მათ ქორწინებაზე. უკვე აღარ ვიცი ბარანი და აღა ერთმანეთისთვის რა გამოდიან. ჩვენ კი ვისხდეთ და ერთმანეთს ვუყუროთ. არა, ეს დაუშვებელია. ის ქალი თავის დას მოკიდებს ხელს და აქედან წაიყვანს. ყველა მიეჩვია რომ ხმას არაფერზე ვიღებ, მაგრამ ეს უკვე მეტის მეტია. ამიერიდან ამათ აქ არც დეიდა ჩემი გააჩერებს. ეგ არავინ იცის დედა რას მოიმოქმედებს, ვერ მიხვდები. ვიცი როგორც უნდა მოვიქცე. ნარინ როგორც იქნა გამოფხიზლდი. მოხედით. ზემოთადი ხელი დაიბანე, გამოიცვალე და მეც მალე ამოვალ, კარგი? კარგი.
დედა რა ხდება? ცხადია რაღაც მოხდა. არ ვიცი ეს როგორ უნდა გითხრათ. კენდალ აღა ეცადა ბარანს და სიბილს ურთიერთობა ჰქონოდათ. კი, მაგრამ როგორ? ასეთ რამეს რატომ ეცადა? ბარანი და სიბელი რომ ერთად ყოფილიყვნენ. რა? რა? ჩუმად ისედაც ყველა განერვიულებულია. წყნარად იყავით. თუმცა მათ შორის არაფერი მომხდარა, მაგრამ რომ გაიგეს, მაინც ერთი ამბავი ატყდა. ხომ ვამბობდი, კენდალი უნდა მოსულა მეთქი. ვერ ვიჯერებ. ალბათ აიშე რა დღეშია. სად არის? არ ვიცი. მას მე მივხედავ. თქვენ ოთახში ადით. ბევრი არის ბოდიალოთ, კარგი? ხედავ ნამუსზე ვინ გველაპარაკებოდა. წამოდი მაია. ახლა რა უნდა ვქნა? რა უნდა ვქნა აიშე? აიშე ხმა მოიღე. იყვირე, იჩხუბე, რამე მითხარი. თუნდაც ის რომ გძულ ვარ, მაგრამ რამე მითხარი. ჩუმად რომ ხარ ეს მკლავს აიშე. თუ შენ წახვალ, მე ვერ დავრჩები. აიშე, რამე მითხარი, ხმა მოიღე. სალაპარაკო კიდევ დაგვრჩა რამე? აღარაფერი. ბოლოს ყელსაბამი მაჩუქე და მითხარი დავშორდეთო. კინაღა მოუკვდი. მაგრამ მე მივხვდი რომ ასე აღას და ჩემი დის გამო მოიქეცი. მეთკინა, მაგრამ შენით მაინც ამაყი ვიყავი. ამაყი ვიყავი და მიყვარდი. რაც უნდა იყოს, ბარანი უდანაშაულოა მეთქი ვამბობდი. მაგრამ ასე არ ყოფილა. ეს ჩემი მიერ ამაოდ შეთხზური ზღაპარი ყოფილა. ყველაზე მეტად მოტყუებული მე დავრჩი. გისმენთ, ბატონო პროკურორო. მურატ ჩანმერდის საქმესთან დაკავშირებით უმნიშვნელო სამხელიც კი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გასაგებია, გამოძიებას და ძებნას ხელახლა ვიწყებთ. დიახ, ხელახლა დაიწყეთ. თუ თქვენთვისაც მისაღებია აჯობებს ოჯახით ყვილად არ დავაიმედოთ და გამოძიება ჩუმად გავაგრძელოთ. ოჯახმა უნდა იცოდეს, ერთ ადამიანს მაინც შევატყობინოთ. გასაგებია, ეფენდი. უნდა იცოდნენ. მე ვიცი ოჯახიდან ვის უნდა შევატყობინო. წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის. უკაცრავად კომისარო, თქვენი მორიგეობა იწურება, მეგონა წახვედით. კარგი, კარგი. ახლა შენი ნერვები არ მაქვს, კომისარო. რა გინდა ოღუს? კენდალ ბეი, უნდა შევხვდეთ. არ მცალია, მე რა შევხვდეთ.
ახლა არავისთან შეხვედრის თავი არ მაქვს. ვერ მოვიცდი სასრაფოა. რა არის სასრაფო? რა მოხდა კომისარო? მურატ ბეის ეხება. არსებობს ეჭვი რომ ის ცოცხალია. ნეტავი მნაუზე მომკვდარიყავი. ალბათ ასე აჯობებდა. ჩემთვის სიკვდილი შვება იქნებოდა. აი შეხომ არ წახვალ. კეფიცები ჩვენ შორის არაფერი მომხდარა. ხელი არ მიხლია. ოთახში შევედი თუ არა მაშინ გამოვედი. რაც უნდა იყოს შენ იქ შეხვედი. იმ ოთახში ხომ შეხვედი. ოთახში შეხვედი ბარან. უკვე აღარაფერი მაინტერესებს, არც შენზე და არც ჩემს დაზე. უკვე აღარ ვღელავ. არც ერთი აღარ მიყვარხართ. ჩემს ცხოვრებაში აღარ არსებობთ. ასეა. ოთახში შედი. დედა რას ნიშნავს ოთახში შედი? რამდენი ხანი უნდა გამოვამწყდიოთ? დედა რას ამბობ? ხალხს რა უნდა ვუთხრათ? არაფერი არ უნდა ვუთხრათ. სიბელ ოთახში შედი. დედა, ასე არ შეიძლება. ეს შეუძლებელია, რომ გაიგონ რა უნდა ვქნათ. კარგი, კენდალ აღას აქციელის შესახებ უკვე გავიგეთ, მაგრამ ეს ქალი აქ როდემდე უნდა იყოს? უდანაშაულო და უცოდველია მეთქი არ ვამბობ. თუ ასეა პასუხს რატომ არ სთხოვ? ისე ელაპარაკები, თითქოს არაფერი მომხდარა. რა ვუთხრა, რა? ნარინ, ოსლემ გაჩუმდით, ვერ ხედავ დედა როგორ გამოუვალ სიტუაციაშია. ემინე გამოუვალი სიტუაცია აქ არაფერ შუაშია, ყველა საკადრესი პასუხი უნდა გაეცეს. ძალიან ადვილია ოზლემ, არა? ხო, დედა ადვილია, შენ თუ არ შეგიძლია მომეცი უფლება და 5 წუთში აქედან გავაწევებ. ვიცი, არ გაგიჭირდება. გავგიჟდები, გეფიცები, გავგიჟდები. რატომ უთხარი? ეს რატომ გააკეთე? რაც მოხდა კარგია? აი შეს თვალებში როგორ შევხედო? აქ როგორ გავჩერდე? მე უკვე მკვდარი ვარ. არ ვიცი როგორ გაიგო. მე მხოლოდ ბარანს ვუთხარი. როგორც ხედავ გაუგია. ახლა როგორ მოვიქცე? რა გავაკეთო? არც ერთი არ გნახოთ სიბელის გვერდით. დედა, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ისინი ამ სახლიდან გაყარო? კიდევ რამდენ ხანს უნდა მოვითმინოთ? ბავშვ რა ვუყოთ? მიპასუხეთ. მე არ ვიცი როგორ მოვიქცე. დღეს აქ რაზეც ვილაპარაკეთ არავინ გაიგოს. ჩემს გარდა ამ თემაზე არავინ ილაპარაკოს. გასაგებია? დედა, მე არ მოგცემთ უფლებას ისინი ბარანთან ერთად ცხოვრობდნენ. ბავშვი მოვიცილოთ? როგორ მოვიქცეთ?
დავივიწყოთ ყველაფერი და უდანაშაულო ბავშვი მოვყვათ? ანდა დაიბადოს და მერე ვინმეს მივცეთ? რა გინდათ? როგორ მოვიქცეთ? სიბელ, ეცადე დამშვიდდე. ხოლო საკუთარ თავზე ნუფიქრობ, ბავშვზეც იფიქრე. ებრუ, როგორ დამშვიდდე? აქ როგორ ვიცხოვრო? როგორ? აიშეს თვალებში როგორ შევხედო? რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ. ქადრიე ჰანიმს დაველაპარაკები. ამით რა შეიცვლება? აიშეს რა ეშველება? ამ ყველაფერს როგორ გადაიტანს? როგორ? ჩემს პატიებას როგორ შეძლებს? კენდალმა ცხოვრება ორივეს დაგვინკლია. ნეტავ მოვკვდე. სიბელ, ასე ნუ ლაპარაკობ. ებრუ, აიშე სად არის? არ ვიცი. ოზლემი თმაში რომ წვდა გონს მაშინ მოვედი. მერე აღარ მახსოვს. ნეტავ სად არის? ბარანი მარტო არ დატოვებს, არ ინერვიულა. დაურეკე გემუდარები. ბარან სად ხართ? აიშე შენთან არის? ბარან. ჩემთან არის, ჩემთან. ძალიან ახლოს თან, ძალიან შორს. მიხვდი არა რომ შეცდომა იყო. სად ხართ? მინდორში. კარგი, ახლა ვემოვალ. აიში არ დატოვო, კარგი? არ დავტოვებ. მოვბრძანდით. მოდი კომისარო, კასიმ შენ გარეთ დამელოდე. დავბრძანდი. ხუმშვიდობა, ამბობ რომ მურადი ცოცხალია. ეს როგორ გავიგო? აი ეს მურად ბეის ეკუთვნის. სიბელ, შენ აქ დამელოდე, აიშეს მოვიყვან და მოვალ. რომ არ წამოყვას. ჩემი ნახვა რომ აღარ უნდოდეს. ყველაფერი კარგად იქნება. დამელოდე. გარეთ არ გახვიდე, არავის დაელაპარაკო. საჭმელს გოგონები მოგიტანენ. არაფერი მინდა ებრუ. საკმარისია აიშე მომიყვანო. მაია. ალო, ფირად, რაღაც მინდა გთხოვო. რა იყო დედა? ერთი წუთით. მაია შვილო, სიბელთან ერთად იყავი. მე გავალ და დავბრუნდები, კარგი? კარგი. სიბელ, გშიათ? რაიმე მოგიმზადოთ? არა, გმადლობ. სად არის? ამ ქალს თავი დაანებენ არინ. შენ მაინც შეეშვი. ახლა ამ ქალის მხარეს ხარ? მისმინენ არინ. იმ ქალს თავისი უბედურებაც ეყოფა. ღირსება და თავმოყარეობა შეელახა. თვალებში შემოხედვის რცხვენია. საკუთარმა დამაწყე ზურგი აქცია. სასოწარკვეთილია. ფეხმძიმე ქალის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენება დაუშვებელია. შეეცადე მის მდგომარეობაში შეხვიდე. ემინე. სახლის მთავარი შემოსასვლელი კარი დაკეტე. ეს სახლი კენდალისთვის დაკეტილია.
ეს მაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მან ხმელეთზე გამოაღწია. იქნებ ბოლო წუთს გადაიფიქრა. იქნებ გადაიფიქრა და გამოცურა. არ ვიცი, ვერ ვიგებ. İnşallah öyledir. ღმერთმა ხნას ასე იყოს, კომისარო. Nerede buldun? სად იპოვეთ? იქვე ახლოს, სადაც ბარანი და აიშა იპოვეს. Bu kötü işte. ეს ცუდია. რატომ? Hevesten თითქოს იმედი მომეცა, მაგრამ რის თქმა გინდათ, კენდელბეი? demem şu ki კომისარო, ევფრატის წყალი მატულობს ხოლმე, როცა ჯებირები იხსნება, დინება მატულობს. იქნებ წყალი ხმელეთზე გადმოვიდა. მაგრამ იმედია მართალი ხარ. იმედია ჩემი ძმა ცოცხალია. ახლა ამის შესახებ ოჯახის წევრებს ნუ გავაგებინებთ. არ მინდა ტყუილად დავაიმედოთ და მერე იმედები გაუცრუდეთ. ხომ გესმით ჩემი? მართალი ხართ. მეც ასე ვიფიქრე. ამიტომაც მოვედი და მხოლოდ თქვენ გითხარით. კარგად მოიქეცი. პროკურორს ველაპარაკე. გამოძიების ხელახალი დაწყებისთვის ბრძანება უკვე გასცა. იქნებ რაიმე შედეგი მივიღოთ. ღმერთმა გისმინოს, კომისარო. თქვენის ნებართვით. მადლობთ, კომისარო. თუ რაიმე შეიტყობთ, დამირეკეთ. აუცილებლად შეგატყობინებთ. კენდელ, ასეთი რამის გაკეთება როგორ შეეძლო? ეს როგორ ჩაიდინა? აიში და ბარანი მეწოდება, ჯერ ბავშვები არიან. ამის წარმოდგენა მეც კი მიჭირს. მათ რა უნდა ქნან? მოზარდ ხელში იარაღს აძლევ და ქალთან ძალით მიყავს. ასეთი რამ თავში როგორ მოუვიდა? რა უსინდისობაა? პირად აქ არიან. მე აიშესთან დავშები, შენ ბარანი წაიყვანე. კარგი. წადით. არა. ბარან, წამოდი წავიდეთ. ბიძია, სად მივდივართ? რატომ? შვილო, ცოტა ხნით მარტო დავტოვოთ, დაილაპარაკონ. ჩვენ კი წავიდეთ. მე უკვე ისედაც წასული ვარ. ყველაფერი ვიცი, ებრუმ მითხრა. გითხრა ბიძაჩემმა ბოლო როგორ მომიღო. ნეტა არც ბიძაჩემისთვის დამეჯერებინა და არც ებრუსთვის. ნეტა ბიძაჩემს არ გავყოლოდიან, რა კი გავყევი მთელი ცხოვრება საიდუმლოდ შემენახა. საერთოდ არ მეთქვა. მოსახდენი უკვე მოხდება რა. შენ უნამუსოდ არ მოგწეულ ხარ. ებრუმ მართალი გითხრა. აიშესთვის სიმართლე არ უნდა დაგემალა. დრო მოვიდოდა და გაიგებდა. ერთადერთი ვისაც უნდა სწვენოდეს ეს კენდალია.
ვიცი შენს დაზე გაბრაზებული ხარ. კენდალისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცა. მაგრამ შენ შეცდომა არასოდეს დაგიშვია. დობა ხომ იცი რას ნიშნავს? თქვენ ერთმანეთის მფარველები ხართ. შეცდომაც რომ დაუშვეთ მაინც ერთმანეთს მხარში უნდა ედგეთ. ასეა. ადგები და წახვალ? ზედაც არ შეხედავ? მას ხომ ისედაც არავინ უყურებს. შენ რითი განსხვავდები სხვებისგან? ბარანს არაფერი დაუშავებია. მას მე ვურჩიე რომ შენთვის სიმართლე ეთქვა. აიშე მიმატოვებსო მითხრა. მე კი ვუთხარი თუ ძალიან გიყვარს ეს უნდა შეძლო მეთქი. შევძლებო შენ პირდა. მივხვდი რომ მას ძალიან უყვარ ხარ. ვიცი გული ძალიან გტკივა. მაგრამ იცოდე არც შენი დის დადანაშაულება და არც ბარანის შენი ცხოვრებიდან გაშვება არ არის გამოსავალი. აღა სადმე დივართ. შენ არსა დაგდამელოდე. როგორც მიბრძანებ აღა. გაიჭედე კენდალ აღა. გონი ანგარიშწორების დრო მოახლოვდა. ეს რა გამოვიდა? კარი დაიხურა, აღა გარეთ დარჩა, ეს კალი კი შიგნით. შენი აზრით ეს შეცდომა არ არის ნარინ? შვილო, რა ჩაიდინე, რა გააკეთე? ნარინ, ბავშვს ცოტა ხნით თავი დაანებე. დეიდა ზემოთ არის? ხო, ზემოთ არის. რა გინდა? კომისარი ოღოზი მოვიდა ქარხანაში. რისთვის მოვიდა? რაღაც იპოვა და მოიტანა, თქვა რომ შეიძლება მურატ აღა ცოცხალი იყოს. რა? რას ამბობ? კენდალს ელაპარაკა. შეთანხმდნენ რომ ოჯახის წევრებმა არ უნდა გაიგონ. დაგირეკავ. კარგი. არ ვიცი როგორ მოვიქცე. მხოლოდ ერთი რამ ვიცი. კენდალი ამ ოჯახში ფეხს ვეღარ შემოადგამს. ალი, გისმენ აღა. 1 საათით ნავი უნდა მათხოვო. ხომ მშვიდობა აღა, რატომ? საათებზაოდ მინდა გავიდე. ღმერთო ჩემო, გადმოდი, გადმოდი. კარგი. შვილო, შენსა და იმ ქალს შორის მოხდა რაიმე? მოხდა რამე? მიპასუხე. დედა, თავი დამანებე. თავი დამანებე. მეტი არაფერი იცი? მადლობ, დედა, მადლობ. ახლა რაც მჭირდება, ზუსტად ეს არის, დამცირება. შვილო, მე არ გამცირებ. უბრალოდ გეკითხები თქვენ შორის რაიმე მოხდა თუ არა მეთქი. არა, დედა, არაფერი მომხდარა. მუყვირი ბარან. თუ ასია ნომაყვირებ. შვილო, თუ არაფერი მომხდარა, რატომ წახვედი და უთხარი აიშეს? რატომ მოუყევი ყველაფერი? ჩემთვის რატომ არაფერი გიკითხავს? ებრომ მითხრა რომ აიშესთვის უნდა მეთქვა.
ესე იგი, Ebru უნდა გარიგა. Ebru ჭკვიანი მასწავლებელია, რა? Ebru'yu da akıl hocam belledin, öyle mi? Ana bak yine და aynı şey. იგივე საკეთებ. Ne yapıyorum? რას ვაკეთებ? Benim canım მე რა yanıyor. დღეში Ben ვარ, ne არ yapacağımı ვიცი როგორ bilmiyorum. მოვიქცე, შენ კი ებროზე Akıl მელაპარაკები. hocam belledin iyi mi? იგივენაირად იქცევი დედა. Bak yine aynı ის şey. კი არ გაღელვებს მე რას Benim განვიცდი, derdim იმაზე senin ფიქრობ, umurunda değil ებრუმ ki. რა Varsa მითხრა. yoksa Ebru. დედა იცოდა ეს ყველაფერი უკვე ძალიან მომბეზრდა. Öyle mi? მართლა? O zaman თუ ასე აღარ შეგაწუხებ შვილო. დედა, ამ საქმეს რა ეშველება? ერთმანეთს სახეში როგორ შეხედავენ? ყველაზე მეტად აიშე და ბარანი შემეცოდა, რამე გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. უკვე ვეღარაფერზე ვფიქრობ, ემილი. არ ვიცი რა არის სწორი. არ ვიცი. ოსლემიდან არინი მათ მოსვენებას არ მისცემენ. რა ეშველებათ, დედა? მეშინი არაფერი მოხდეს. მე არ მეშინია, ემინე, შიშისგან კანკალებ. არ ვიცი, არ ვიცი. ნამბექსზე გამოხვედი, Başardın. მოახერხე. O zaman თუ ასეა, რატომ არ გამოჩნდი? სახლში რატომ არ მოხვედი? ne diye თუ სადმე ჩუმად შენთვის ჩემს წინააღმდეგ გეგმას ამუშავებ. çekildin. Ergin'de. არ არის საჭირო. პირდაპირ მოდი და მომკალი. Kurma Murat. მოდი და მომკალი. Çık. მომკალი რომ გავსწორდეთ. Gel de öldür. ყოველ დღეს სიკვდილს, Öldür de ერთხელ ölecek. სიკვდილი სჯობს. Her gün ölmekten iyidir. Bir kere ölmek. ერთხელ სიკვდილი მირჩევნია. Çık gel Murat. მოდი მურატ. მოდი. Çık gel. მოდი. აიშე. აიშე, არ შემეხო. ასე ნუ იქცევი, გთხოვ აიშე. Senden არ nefret მძულ ხარ etmiyorum დაიკო. abla. ნეტავ მძულდე. Keşke nefret etseydin. მე ზიზღები. Senden me zizღები. iğreniyorum. ამას ნუ მეუბნები აიშე. Karnındaki გთხოვ. bebek kendalar yüzünden. ბავშვს რომ კენდარისგანა ჩენ გასაგებია, ხმას არ ვიღებ. Peki ya Baran? მაგრამ ბარანი, O da mı kendalar ისიც კენდალაღას ბრალია? Ben ondan მე ის nefret მძულს, მაგრამ შენ მე ზიზღები. ediyorum. Ama senden me zizღები. iğreniyorum. შემომხედეთ. Bakın da შემომხედეთ, მე ამ ქალის დავარ. ben bu ხო, kadının ამ ქალის დავარ. ne yazık ki რა საწყენია რომ ადამიანი დას ვერ ირჩევს. bu kadının ყველას ბოდიშს გიხდით რომ ამ ქალის დავარ. özür dilerim. Baran, ბარან, bak მეც მას ვგავარ. geldim işte. მისნაირი ვარ. Ne kadar yüzsüzüm değil ჩვენ mi? ხომ ერთი სისხლი გვაქვს.
მეც შენსავით კახპა ვარ. Ben de onun gibi. რა იყო დაიკო? არ მოგეწონა? მეც შენს გზას ვაგრძელებ. შენს გზას ვაგრძელებ. Senin yolunda ilerliyorum işte. წამოდი შიგნით შევიდეთ. Gel hadi geç otur. დაჯექი შემოდი. Maya, bir მაია, შეგიძლია ერთი ჭიქა წყალი მოიტანო. მოვიტან. Tamam. კარგია ისე. Ayşe. აიშე, Hayırdır Kendal Bey? მშვიდობაა, კენდალბეი, აქ რას აკეთებთ? Dediğin იმის მერე რაც მითხარი მურადი ცოცხალიაო, რაღაც უცნაურად გრძნობ თავს. kardeşimden იქნებ ჩემი ძმის გვალს მივაგნო მეთქი და ამიტომ გამოვედი. Sen შენ? Görevi. მე მოვალეობას ვასრულებ. sivil გასაგებია. Eve gittik. სახლში რომ მივედი თავი უცნაურად ვიგრძენი, მერე გადავწყვეტე აქ მოსულიყავ. მერე? Sonuç გამოძიებას devam გავაგრძელებთ. edeceğiz. იმედია, შედეგს მივიღებთ. Umarım sonuç alırız. Emine! ემინე, Emine! ემინე, Melek! მელეკ, Sağır mı? დაყრობდით? Öldünüz mü lan? მოკვდით? Emine! ემინე, Melek! მელეკ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ. შავი ვარდი. დედა, წამოდი, მისაღებ ოთახში შეგიყვან. Seni salona götüreyim. წამოდი. Anacığım hadi dedim. დედა, ცოტა ხნით დაისვენე. Bak, მე შინია ცუდად არ გახდე. Çok korkuyorum ben. Sen defolup აქედან გაეთრია, რაღაც ელოდები. Eğer seni თავმოყარეობა და ნამოსი რომ გაგაჩნდეს, აქედან დაღამებამდე წახვიდოდი. Çökmeden çıkar gidersin bu evden. ნარინ დამშვიდდი. Sen karışma. შენ ნუერევი. ეს ქალი პასუხს აგებს იმაზე, რაც ჩაიდინე. Bedelini ödeyecek.
ნარინ იმას ლაპარაკობ, რაც არ იცი, გაჩერდი. ებრუ რა არ ვიცით, ის რომ დამნაშავეა, ის რომ უსინდისო და გარეწარია, თანაც თავი უდანაშაულოდ მოაქვს. ყველანი თქვენს ოთახში. სიბელ, ზემოთ ამოდი. ეს რატომ გააკეთე? რატომ? ბარან. ჩემო ლომო, ჩემო ვაჟკაცო. კოჩომ. აბა ვნახოთ. ჰაიდე ბა. წამოდი. როგორია მოგეწონა? მედი ის როლე. მედი ტყუები დაცალე. მედი. საიდან უნდა მწოდნოდა? საიდან? მე შენ მიყვარდი ბარან, შვილად გთვლიდი. იმისათვის რომ შენი თავი მამა შენს არ წაერთმია. ამისათვის მკვლელად ვიქეცი, ძმის მკვლელი გავხდი. ძმის მკვლელი გავხდი ბარან. სად არის ამდენ ხანს? ალო? როგორც ხედავ, პირველივე გაკვეთილიდან გაიქეცი. მაპატიე მასწავლებელო, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, უნდა წავიდე. გასაგებია, არა უშავს. კარგი, ახლა მომავალში დაგირეკავ. კარგი, ნახვამდის. ნახვამდის. რა მოხდა? სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. მერე დაგირეკავო. კარგი, სხვა დროს გავიცნობ. სახლში წავიდეთ. წამოდი როზგარ. ბატონო პროკურორო, მურატ შანვერდი, რომელიც ტბაში დაიხრჩო და რომლის ცხედარსაც ვერ მივაგულიეთ, გახსოვთ? დიახ, მახსოვს. ამ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სიახლეა. რა? მურატ შანვერდის საფულე ვიპოვეთ ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს კი გვაფიქრებინებს იმას, რომ ის წყლიდან გამოვიდა. ცხედარი ვინმე მიპოვა? არა, შეუძლებელია ვინმე ცხედარი ეპოვა და ეს საფულე ხელში ჩავარდნოდა. ესე იგი, საფულეში ფული ისევდებს. ვინმე ცხედარი რომ ეპოვა და შესაბამისად ეს საფულეც ფულს აუცილებლად ამოიღებდა. გასაგებია. ძებნა თქვენი ნებართვით დავასრულეთ თქვენს ხელახალ მითითებებს ველოდებით. მითითებების მოცემამდე თქვენს დოსიეს ხელახლა შევისწავლით და გიკავშირდებით. კარგი, ნახვამდის, ბატონო პროკურორო. გმადლობთ. ალო.
ალო? Mühim değilse şu anda სერდარ, თუ აუცილებელი არ არის, ახლა ძალიან დაღლილი ვარ. ოღონდ სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. ანადაში მივდივარ, შეიძლება საღამოს ვერ დავბრუნდე. რა საქმეებს ხლართავ? არაფერს არ ხლართავ. რაღაც საქმეზე ვმუშაობ, ამის გამო მივდივარ. კარგი, უნდა გავთიშო, მეჩქარება, ნახვამდის. Ne oldu? რა მოხდა? როგორ მოხდა? ხომ გითხარი, რომ უღირს საქციელს გამოუვალი სიტუაციით ვერ გაამართლებ? ახლა მითხარი, როგორ მოვიქცე? მიპასუხე, როგორ მოვიქცე? იცოდე, ქუჩაში მხოლოდ იმიტომ არ გაგაგდე, რომ ორსულად ხარ. შვილიშვილის სიყვარული კი არ მაგიჟებს. უდანაშაულო ბავშვმა რა დააშავა? მის ცოდვას ვეღარ დავიდებ.